ზიამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის სწრაფი დამძიმების რისკზე საუბრობს ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფი. ჩვენ უკვე მოგიყევით ამის შესახებ პარალელურად ზიამაღლობელის მეგობრები, კოლეგები, ჟურნალისტები შეიკრიბნენ კლინიკა ვივამედთან. იქ სალომე ლაბაძე მუშაობს, რომელსაც ახლა ვთავთ პირდაპირ ეთერში. დიახ, ჩვენ ისე ვივამედის კლინიკის ეზოდან გიერთდებით, თუმცა გადმოვინაცვლეთ უკვე შენობის იმ ნაწილთან, სადაც ჩვენი ინფორმაციით მზიამაღლობელი იმყოფება და ეს იმისთვის, რომ უფრო მარტივად გახდეს მოშიმშილე ჟურნალისტისთვის ხმის მიწვდენა შესაძლებელი და მხარდაჭერის გზავნილის მისთვის ასე პირდაპირ მიწოდება. მხარდაჭერის გზავნილები კი ისმის იმ წარმომადგენლებისგან მედიის, რომლებსაც არც შეუწყვეტიათ ამ 35 დღიანი უკანონო პატიმრობის განმავლობაში და შიმშილობის დროის განმავლობაში სოლიდარობის გამოხატვა და ასევე პროტესტი მზიამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით. მე შევეცდები რომ გავესაუბრო აქ მყოფ ადამიანებს. ლიკა ზაკაშვილს ვთხოვთ კომენტარს. ლიკა, უკვე 35 დღეა შიმშილობის, ვიცით რომ მზიამაღლობელის მდგომარეობა მძიმე იყო ჯერ კიდევ 7 თებერვალსაც და ამის შესახებ დღეს გავიგეთ ომბუდსმენის მიერ გავრცელებული ინფორმაციით. ეს ინფორმაცია უკავშირდება სწორედ ომბუდსმენის მიერ შეკრებილი მედიკოსების მიერ გამოქვეყნებულ დასკვნებს. თუმცა შეუვალია ქართული ოცნების რეჟიმი და ესეც დაადასტურა გუშინ ბათუმის საქალაქო სასამართლოს უარმა შუამდგომლობის განხილვაზე. რაში ხედავთ გამოსავალს და აპირებთ თუ არა ამ პროტესტის გაგრძელებას? 7 თებერვლის შემდეგ 10 დღეა უკვე გასული და ინფონზე რომ ეს არის მხოლოდ წყალს იღებს ის ყოველ დღე მდგომარეობა არის საყურადღებო და ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და მართლა ყოველ დღე შიშით ვიღვიძებთ. ქართული ოცნება შეუვალია, ისინი სამაგალითოდ სჯიან მზიამაღლობელს და ცდილობენ რომ მზია გატეხონ, ჩვენ შეგვაშინონ, მაგრამ უკვე 35 დღეა გასული. მზიამ თავისი მტკიცე, თავისი ძლიერი აჩვენა, მტკიცეთ არის მზია და რა უფლება გვაქვს რომ ჩვენ არ ვიყოთ მტკიცეთ, ძალიან მტკიცეთ ვართ, ვაგრძელებთ ამ ბრძოლას, ვიხმაურებთ ყველგან და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ძალისხმევა და პირველ რიგში მზიას ბრძოლა გამოიღებს შედეგს და მზია იქნება თავისუფალი. მადლობა. ლიკა ზაკაშვილს უსმენდით. აქცია კი გრძელდება ისევ მზიამაღლობელისთვის სოლიდარობის გამოხატვის მიზნით. გავაგრძელოთ საუბარი ამ აქციის მონაწილეებთან, მათ შორის ბესიკ ქუთათელაძეს ხედავ, რომელიც არ წარმოადგენს მედიას, თუმცა და არც საქართველოში ცხოვრობს, თუმცა ის ჩამოვიდა შეერთებული შტატებიდან და როგორც თავადვე აღნიშნა, ჩამოვიდა იმისთვის, რომ ჩართული იყოს ამ პროტესტში, რომლის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი არის სწორედ მზიამაღლობელზე და მისი გათავისუფლების მოთხოვნაზე. მეტი გითხარით თქვენი აქ ყოფნის მიზეზზე და იმაზე, როგორ წარმოგიდგენიათ ამ ბრძოლის გაგრძელება და შედეგზე გასვლა. მზია არის ერთი ადამიანი, არის ერთი ჟურნალისტი. მზია დღეს წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოებრიობას. კარგავთ მზიას, კარგავთ სახელმწიფოებრიობას. ამის ყველა ნიშანია, ამიტომაც უნდა გამოვიფხიზლოთ ყველამ და მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ ამ ბოლო დღეებში ქვეყნის გადასარჩენად. სხვაგან დგომის მორალური უფლება არა გვაქვს, არა მარტო მორალური, პრაქტიკულადაც ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა ჩვენგან. მადლობა. კი ბატონო, ეს არის შეძახილები, რომელიც გესმით ისმის იმ ადამიანებისგან, რომლებიც გამოხატავენ სოლიდარობას მზიამაღლობელის მისამართით. ჩვენ ვიმყოფებით ვივამედის კლინიკის ეზოს იმ ნაწილში, სადაც სავარაუდოდ ამ ხმის მიწვდენა მზიამაღლობელისთვის უფრო მარტივად არის შესაძლებელი და სავარაუდოდ მას ესმის ეს მხარდაჭერის გზავნილები. თავისუფლება მზიას, მზია გვიყვარხარ, ასეთი ამ გზავნილების შინაარსი. მედიის წარმომადგენლები არიან ძირითადად აქ შეკრებილები, თუმცა არა მხოლოდ. ჩვენ აქ ვხედავთ საქართველოს სხვა რიგით მოქალაქეებსაც, რომლებიც მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ბრძოლას მზიამაღლობელის გათავისუფლებისთვის და არიან კიდეც ჩართული ამ ბრძოლაში. ბრძოლა კი როგორც გვეუბნებიან გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე შესაძლებელი გახდება მიზნის მიღწევა, რაც ნიშნავს ამაღლობელის გათავისუფლებას და მისი სიცოცხლის გადარჩენასაც, რადგან ახლა საფრთხეშია სწორედ მზიამაღლობელის ჯანმრთელობა და ეს დადასტურებულია მათ შორის ომბუდსმენის მიერ შეკრებილი ექიმების იმ დასკვნით, რომელიც ჯერ კიდევ 7 თებერვალს მომზადდა. ჩვენ ბუნებრივია რომ რჩებით ვივამედის კლინიკის ეზოში იმ დრომდე, ვიდრე აქ რჩებიან მზიამაღლობელის კოლეგებიც და აგრძელებენ პროტესტს მისი სოლიდარობისთვის და მისი გათავისუფლების მოთხოვნით.